წინ მოდის. ყველას მოგესალმებით მეგობრებო, უკვე ყველაფერი რიგზია, ჩვენ დავიძარით ასურეთიდან ჯვრის მონასტრამდე წავედით მონასტრისკენ უბრალოდ და გავემგზავრეთ, ვისაც გსურთ ამოსვლა ჯვარზე და აღიარება იმის, რომ იესო ქრისტე თავად უფლის ძე არის ჩვენი მეფეც და ჩვენი პატრიარქიც, ვიღაცა მომწერა იესო არც მეფეა და არც პატრიარქიო, ის არის უფლის შვილიო, უფლის ძეო. მინდა ასეთ ადამიანებს უთხრა, ესენი არიან ყრუ და ბრმა ერი, რომელმაც ვერ გაიგო ვერაფერი. იესო ქრისტე, უფლის ძე, რომელიც ჩამოვიდა ჩვენთან, გახდა პატრე, ყველას მამა, პატრე იარქი და ყველას ეკლესიების და ეკლესიის გვირგვინი აქედან დაიდგა თავზე. ეს არის მეფე, რომელიც არის საქართველოს მეფე. თუ სხვებს არ უნდათ აღიარება ქრისტესი, რომ ის არის სრულიად სამყაროს მეფე, მაშინ ის იქნება საქართველოს მეფე აღიარებული როგორც მეფეთ და როგორც პატრიარქად. და ვისაც არ გსურთ, დაეტიეთ სახში, ნუ გამოჩნდებით ჯვარზე, გესმის? ყრუ და ბრმაერი ხართ თქვენ, ვინც იესო ქრისტეს ვერ ხედავთ მეფეთ და ვერ ხედავთ პატრიარქად, თქვენ ბრმებო და ბეცებო მართლა. ყველა ადამიანი ახლა ვინც ველოდებით ჯვარზე, ხომ? მადლობას გიხდით, მოგახსენებთ, ეხლა აი უკვე წამოვედით და ვიქნებით დაახლოებით ალბათ ესე საათ ნახევარში 2 საათში ვიქნებით ჯვარზე და ყველა ის ადამიანი, ვინც ამოხვალთ და დააფიქსირებთ თქვენს პოზიციას, მათაც ყველას მადლობას მოვხდი და უფლის საქმეს აკეთებთ, იცოდეთ. ვაკეთებთ ჩვენ ყველა, ჩემი მეუღლე, ჩემი ბავშვები და ყველა ის, ვინც ჯვარზე ვიქნებით და შევიკრიბებით და ქრისტეს ვაღიარებთ ერთხელ და სამუდამოდ და სამარადისოდ მეფეთ და პატრიარქად ყველა დროის და ყველა სივრცის. ახლა გემშვიდობებით.